ცემეკი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისათვის ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში დადგმული სიმძლავრის შემცირებაზე მსჯელობს. საუბარია მზის სადგურებზე, რომელთა დასაშვები დადგმული სიმძლავრე დღეს თუ 500 კილოვატ-საათია, შემცირდეს 5-ჯერ 100 კილოვატ-საათამდე. მათი განმარტებით ნეტო აღრიცხვის პროექტმა განვითარების პიკს უკვე მიაღწია და ბაზარზე 14%-იანი ლიმიტით შეივსო, რაც გამონაწილებელი კომპანიებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი შესაძლო ცვლილებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის მოთხოვნა შეამცირებს და დარგ საინვესტიციო ნაკლებად მიმზიდველს გახდის. თემაზე სასაუბრად თორნიკე დარჯანია, საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი შემოგვიერთდა სტუდიაში და ის გვესაუბრება. დილომშვიდობისა თორნიკე. მოდი პირველ რიგში ავხსნათ, რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი და მიღმა იმისა, რაც თქვი, ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ ვირტუალური სქემის გაუქმებაც იგეგმება და შემდგომ ამაზეც ვისაუბროთ, რა არის ის, რაზეც ცემეკი დღესდღეობით მსჯელობს. დიახ, ყველამ კარგად ვიცით ეს ნეტო აღრიცხვის რეგულაცია რას გულისხმობდა, ანუ გაქვთვის მოდელს, ქსელში ჭარბად გაშვებული ელექტროენერგია იქვითებოდა, ანუ ვაწვდით ქსელს და შემდგომ ამას უკან ვიღებდით. ანუ ეს რეგულაცია იყო ამ პროცესის ხელშეწყობი და განმავითარებელი. მაგრამ მართალია, ანუ ზღვას მივაღწიეთ, ანუ დაახლოებით ენერგოპროს ქსელში 150 მეგავატის სიმძლავრის სადგურებზე და მეტზე არის განაცხადი შესული, ანუ ეს რაღაცა ასე ვთქვათ ციფრია, რომელიც დადგენილი იქნა სემეკის მიერ და ეს ციფრი იქნა მიღწეული. ანუ რეგულაციის ცვლილება გულისხმობს იმას, რომ თუ 500 კილოვატის სიმძლავრის სადგურის დამონტაჟება იყო შესაძლებელი, ეხლა ეს ვეღარ იქნება შესაძლებელი და 500-დან ეს შემცირდება 100 კილოვატამდე. აი რეგულაცია ამას გულისხმობს, რომ პირობითად დიდი საწარმო, რომელსაც 100 კილოვატის სიმძლავრის სადგური არ აკმაყოფილებდა, ეხლა ამ მოცემულობაში ვერ დაამონტაჟებს 500 კილოვატის სიმძლავრის სადგურს, მოუწევს 100 კილოვატის სიმძლავრის სადგური დაამონტაჟოს. სემეკის მიერ ან ჩვენ წინ 2 კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ანუ გამოსავალს ხედავენ 100 კილოვატამდე დაწევაზე სიმძლავრის და გარდამავალ ეტაპად შეფასდა ეს, ასე ვთქვათ, ეს პროცესი, იმიტომ ჩვენ ყველა კარგად ვიცით, რომ ეს ბიზნესისთვის ძალიან დიდი დარტყმა იმის გამო, რომ ანუ 500 კილოვატის სიმძლავრის სადგური არის სხვა მასშტაბი, 100 კილოვატის სიმძლავრის სადგური არის სხვა მასშტაბი, ამიტომ რა თქმა უნდა ეს მოთხოვნა შეამცირებდა და ამასთანავე ბიზნესის მხრიდანაც, ანუ ის ვისაც უყენებდა, ისინიც უკმაყოფილოები არიან, იმიტომ ვიღაცას მართლა უნდა 500 კილოვატის სიმძლავრის დააყენება თავის საწარმოსთვის, ეხლა ვეღარ დააყენებს. ამიტომ გარდამავალი ეტაპი იმიტომ უწოდეთ, რომ გაზაფხულზე დაგვპირდნენ და იქ შეხვედრაზე ითქვა, რომ აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ეგრეთ წოდებული ნეტო დარიცხვის მოდელი, რომელიც აი ამ ნეტო აღრიცხვის მოდელს ჩაანაცვლებს. რა თქმა უნდა, ის არ იქნება ისეთი წამახალისებელი, ასე ვთქვათ, მოდელი, როგორც ნეტო აღრიცხვა არის, თუმცა ხელშეუწყობს დამატებით სიმძლავრეების განვითარებას და ანუ პროცესი ასე მარტივად ვთქვათ, არ შეჩერდება. არ იქნება, რა თქმა უნდა, ინვესტიცია ისეთი ძალიან კარგად მომგებიანი, როგორც ეხლა არის, მაგრამ მაინც მომგებიანი იქნება და საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, მომხმარებლები მაინც დაამონტაჟებენ. ნეტო დარიცხვის მოდელზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, ანუ ზოგადად რა რას გულისხმობს ეს ნეტო დარიცხვის ახალი მოდელი, რომელიც უნდა შემოვიდეს, მაგრამ ჯერ მოდი ვისაუბროთ იმაზე, ეს 500-დან 100-მდე შემცირებას რას მოიტანს. ანუ ჩვენ ვეუბნებით სემექსაც და რა ვიცი, საჯაროდ ვიძახით ამას, რომ ეს ვერ იქნება გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, რეგულაცია, მდგრადი რეგულაცია, იმიტომ რომ მათ აქვთ გათვლა, რომ 100 კილოვატამდე შევამცირებ და 2027 წლამდე ამ, ასე ვთქვათ, მოდელით ხო ვიმოქმედებთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თუ ვირტუალური ნეტო აღრიცხვის, ასე ვთქვათ, ვირტუალური ნეტო აღრიცხვა დარჩება, ეს ასე ვთქვათ, პროცესი მაინც ისევ შეუქცევადი ხასიათის არის, ანუ ეს ლიმიტიც იქაც შეზღუდული იქნება 100 კილოვატიანებისთვის და ძალიან სწრაფად ამოიწურება ეს ლიმიტი. ამიტომ ჩვენ კი ბატონო, შეიძლება მივიღოთ ეს 100 კილოვატიანი, 100 კილოვატამდე დავწიოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ, რა ვიცი, რამდენიმე თვეში შეიძლება იყოს ეს 1, 2 ან 3 თვე, ეს ლიმიტიც ამოიწურება და მე კიდევ საფიქრალი გაგვიხდება, რომ რა გავაკეთოთ. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ რა უნდა იყოს არა, რა ვიცი, 1 თვით, 2 თვით და 3 თვით ჩამონაცვლებელი ნეტო აღრიცხვის მოდელის გრძელვადიან ამ პრობლემის მოგვარების გეგმა და შეთავაზებები მათ შორის, რასაც აყენებს ასოციაცია. დიახ, კი, ჩვენ ვამბობთ, რომ ანუ ორი არგუმენტია. ყველაზე მთავარი, რომელიც მეტყველებს ნეტო აღრიცხვის საწინააღმდეგოდ. პირველი არგუმენტი არის ფინანსური ამდენი სადგურის აშენება, რომელიც ქსელური კომპონენტს, ანუ ქსელის მომსახურების საფასურს არ იხდის, აწვება ტარიფს.
ანუ ტარიფი გვიძვირდება, მოდი ასე ვთქვათ, იმის გამო რომ ამას არ იხდის ნეტო აღრიცხვის მომხმარებელი. ჩვენ ვამბობთ რომ შემოვიღოთ ეს გადასახადი. ანუ გატარების საფასური, რომელიც არის გამანაწილებელი კომპანიის, ასე კომპანიაში გადასახდელი, ეს გადაიხადოს ყველა მომხმარებელმა, რომელიც მზის ელექტროსადგურს დაამონტაჟებს და აქვე ყველას ვეუბნები, რომ რავი ზოგს ეშინია, რომ იცი რა, ანუ აღარ იქნება, არა, ეს მაინც მომგებიანი იქნება. ყველა დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ყოველდღურად ვითვლით ფინანსურ მოდელებს ვადგენთ, ჩვენ რომ გადავიხადოთ ეს განაწილების კომპონენტი, მაინც ინვესტიცია იქნება საინტერესო. მარტო მაგალითად გაკეთა განცხადებები, რომ ეს აღარ იქნება დარგი საინტერესო, მათ შორის კომპანიები, ბიზნესები, რომელიც გუშინაც ვსტუმრობდნენ, ამბობდნენ, რომ საინვესტიციო მხედველობა დაიკარგება. მესმის მარტო მაგალითს გეტყვით და ამ დისკუსიას წერტილს დაუსვავ 5.6 ცენტი აქვს დღეს სახელმწიფო შემოთავაზება და განაცხადები სამინისტროში არის 3500 მეგავატზე მეტი შესული. ანუ თუ უინტერესო არის 5.6 ცენტი, მაშინ 3500 მეგავატზე რატომ შედის განაცხადი? ხო, ესე იგი 5.6 ცენტითაც მშენებლობა საინტერესო და მომგებიანი. რა თქმა უნდა, ბიზნეს გვინდა რომ მეტი კონდეს შემოსავალი და მოგება, მაგრამ ეს ენერგეტიკა არის, ეს ვერ იქნება მაღალ მარჟიანი ბიზნესი, იმიტომ რომ ამას ყოველთვის მეორე მხარეს მომხმარებელი იხდის. ამიტომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ არ უნდა დავაწვეთ არანაირ ტარიფს, ჩვეულებრივ როგორც იხდის ამას ნებისმიერი გენერაციის ობიექტი, ჩვენც უნდა გადავიხადოთ ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი ეს ტარიფი განაწილების, ასე ვთქვათ, კომპონენტში. თან როცა განახლებადი ენერგიები პრიორიტეტია და ამაზე დიდი მშველობა და მუშაობა მიდის ამ ნაწილშიც მნიშვნელოვანია. ანუ ეს არის ერთი არგუმენტი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ შემოვიღოთ ეს ტარიფი და მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს, რომ თუ უნდათ რომ ამას ბიზნესად შეხედონ ბიზნესთან და ააშენონ, ვიღაცა საკუთარი საწარმოსთვის დააყენებს, ვიღაცა დააყენებს სადგურს და შემდგომ ამას იჯარით გადასცემს ვიღაცას, ასე შემდეგ, ანუ ამ ნაწილში ჩვენი, ასე ვთქვათ, საჭიროება იმის რომ შეხვიდე არ აგვაქვს. ანუ იყოს ეს, ასე ვთქვათ, ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბიზნესი. და მეორე ყველაზე მთავარი არგუმენტი, რის გამოც ამისი ლიმიტირება ხდება, ეს არის ქსელში, ასე ვთქვათ, ქსელის შესაძლებლობა გააკეთოს ინტეგრაცია ამ, ასე ვთქვათ, სიმძლავრეების. აქაც ყველანი ვაღიარებთ იმას, რომ ჩვენი ქსელი არ იმყოფება კარგ მდგომარეობაში და ძალიან მარტივი პასუხი გვაქვს, რომ უნდა მოხდეს ინვესტირება და ზუსტად შეიძლება ვთქვათ, რომ აგერ ჩვენს მიერ გადახდილი იმ ქსელური კომპონენტით შეიძლება მოხდეს დაფინანსება ქსელის გაუმჯობესების. რა თქმა უნდა, თუ გვინდა რომ კარგი, ასე ვთქვათ, თუ გვინდა რომ მოვახდინოთ ამ სიმძლავრეების ინტეგრაცია, იქით ამ ხარეს უნდა დავახვედროთ გამართული ქსელი. თქვენ იცით, რომ ენერგოპროს ქსელი ძალიან ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით ენერგოპრო, ავარიულია, მას სჭირდება ინვესტირება, გარემონტება და ასე შემდეგ და ჩვენც მაგას, ასე ვთქვათ, მაგის მომხრეები ვართ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს და რა თქმა უნდა ეს ერთიანი პოზიცია ასოციაციის წევრების და ბიზნესის თუ დიახ, ჩვენ მზის ენერგიის ასოციაციის პოზიციიდან გავუდგინე რომ საუბრობთ, მე ხა სხვების სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩვენ გქონდა გუშინ შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და ამ პოზიციებზე არის შეჯერება, რომ ეს ორი კომპონენტი, ანუ უნდა, ასე ვთქვათ, დაძლეული იქნას, პირველი როგორც გითხარით, იმით რომ ანუ უნდა შემოვიღოთ ნეტო დარიცხვის მოდელი და იმ ნეტო დარიცხვის მოდელში ქსელური კომპონენტი უნდა იქნეს ჩვეულებრივ გადახდილი, არ იყოს ეს სასაუბრო თემა, მუდმივად რომ აი რაღაცა ნეტო აღრიცხვა არის ჯვარედინის სუბსიდირება ან ზოგადად სუბსიდირება, ეს საკითხი უნდა დავხუროთ ფინანსური და მეორე სიმძლავრეების საკითხი სახელმწიფო ისედაც აპირებს, რომ შემდგომი 2030 წლამდე გვაქვს განვითარების გეგმა, გვაქვს ქსელის განვითარების კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, ასევე სახელმწიფოს აქვს 2030 წლამდე ნათქვამი, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნეტო წარმოებელი ქვეყანა, ანუ რამდენ ელექტროენერგიასაც მოვიხმართ, იმდენ ელექტროენერგია უნდა ვაწარმოოთ. ანუ სახელმწიფომ ეს დოკუმენტი და სტრატეგია რომ მიიღო, ეს არ არის ცალ ფურცელი, ამას უნდა მოყვეს ქსელის განვითარება. ამიტომ დღეს იმისი, ასე ვთქვათ, საუბარი და ძახილო ქსელი ამას ვერ გაუძლებს, ეს რა თქმა უნდა არგუმენტი არ არის. ვერ იქნება. და ვიმუშაოთ რომ გაუძლოს და ამ მიმართულებით. კი, უნდა გავაუმჯობესოთ ქსელი რომ გაუძლოს. საუბრობდით რეკლამის დროს რეგულაციებს და ყველა შესაძლებლობებზე, რომ ყველა შეუძლია ეს ყველაფერი აკეთოს. ამ ნაწილშიც რაიმე რეგულაციების მომხრე ხართ თუ აქ როგორ გაჩნიათ ამ პრობლემის ჩვენს ხელთ ასებული სტატისტიკით გვაქვს მოცემულობა, რომ განაცხადების ან რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაკეთდა ნახევარი განაცხადების ნახევარი მაინც
არის გაკეთებული ისეთი კომპანიების მიერ, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი გამოცდილება არ აქვთ არა თუ მზის ენერგეტიკაში, საერთოდ ენერგეტიკაში. ამიტომ ასეთი კომპანიები აპირებენ ქსელის, ანუ მოდი ეს არ მინდა ზოგადად უხეშად გამომივიდეს, მაგრამ Alibaba-ზე და რაღაც AliExpress-ზე გამოწერილი კომპონენტებით აპირებენ, რომელიც ძალიან იაფი, მაქსიმალურად იაფი და დაბალფასიანი კომპონენტებით ხდება ამ სადგურების მშენებლობა და ეს არის ზუსტად იმისი პრობლემა, რომ ჩვენ გვაქვს არანაირი ტექნიკური რეგლამენტი, თუ როგორი ტიპის მზის პანელები უნდა იქნეს გამოყენებული, როგორი ტიპის გარდამქმნელები, რა სერტიფიკატებს ვთხოვთ, რა ტექნიკურ პარამეტრებს ვთხოვთ და ამასთანავე იმ ადამიანებსაც რომლებიც ამ სადგურებს ამონტაჟებენ, რა გამოცდილება აქვთ და ზოგადად რა ცოდნა ამ თვალსაზრისით. ანუ ეს საკითხი დაურეგულირებელი არის და კიდევ მეორე პრობლემას ქმნის, რომელიც შეიძლება ცუდად შემოგვიბრუნდეს, ანუ ამ ასეთმა აშენებულმა სადგურებმა შეიძლება ქსელში სერიოზული ტექნიკური პრობლემები გამოიწვიოს. თორნიკე, მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. თორნიკე დარჯანიას უსმენდით, საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.